ტაილანდში წითელპერანგიანებსა და სამხედროებს შორის მიმდინარე დაპირისპირება უკვე მე-6 დღეა გრძელდება. მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლების განცხადებით მოლაპარაკებების მცდელობის მიუხედავად დაპირისპირებული მხარეები შორსდგანან ერთმანეთისგან. ამის პარალელურად თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 12 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც რამდენიმე შენობის გადაწვაშია ეჭვმიტანილი. ტაილანდში მიმდინარე მოვლენებს გაერო გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. არსებობს დიდი რისკი იმის, რომ ვითარება კონტროლს აღარ დაემორჩილოს, განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა. ოფიციალური მონაცემებით გასულ კვირას ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების მცდელობა კონტროლზე აიყვანა ბანგკოკის კომერციული ცენტრი, რომელიც უკვე მეორე თვეა ოკუპირებულია, უშედეგოდ დასრულდა. ორშაბათს კი მთავრობამ აქციის მონაწილეებს ბარიკადების დაშლის ახალი ვადა დაუთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დაკავებული ციხეში 2 წელს გაატარებს, ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ულტიმატუმში. წითელპერანგიანები დაშლას არ აპირებენ. გასული დღეღამის განმავლობაში ბანგკოკის სხვადასხვა ნაწილში სროლის ხმა ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით სამხედროები მომიტინგეების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიებს იყენებენ. წითელპერანგიანები და მათი მომხრეები პრემიერ-მინისტრის აფისით პეჩაჩევას გადაყენებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, კოალიციური მთავრობა ხელისუფლებაში მანიპულაციების გზით და ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით მოვიდა. ეს არის ნაციონალური ელიტის სიმბოლო, რომელიც ხალხის მძიმე მდგომარეობის მიმართ სრულ ინდიფერენტულობას ავლენს, აცხადებენ აქციის მონაწილეები.